საქმეში ჩასმით საქმეში ჩამსვლელი და იქ გამოუპატიურებდნენ. ამ ამბავს ყვება რეჟიმის პატიმარი, რომელიც დაზარალებულად არის ცნობილი. თუმცა განსაჯელის სკამზეც თავად ზის და რეჟიმი მრავალწლიანი პატიმრობით ემუქრება. სასამართლო პროცესზე ხვიტარიძემ მოსამართლეს დეტალურად აღუწერა, როგორ დააკავეს თითქოს მოწმის სტატუსით, როგორ ემუქრებოდნენ რამდენიმე საათი გაუპატიურებით და შემდეგ პოლიციის სამმართველოში. ნიღბიანი პირები, სავარაუდოდ პოლიციელები, როგორი სისასტიკით უსწორდებოდნენ. როდესაც მე ნახევრად გაშულ მდგომარეობაში ვიყავი და ვიცოდი დივანზე, ზევია დამახტა ერთ-ერთი და ცდილობდა ხელი მოიტეხა ჩემთვის, როცა ვერ მომტეხა არ მომაგდო დინიდან, ძის დამაგდო და ძის განხორციელდა უკვე ხელებში თქმა, ძირითადად ბათუმის მიყავდა ხელის არეში, ზურგში და თავის არეში. სამი ადამიანი მაკავდა და ესენი ისევ ძალადობდნენ ჩემზე. დაკავებულის მიმართ არაადამიანური მოპყრობის ფაქტი დაადგინა სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა და საბას ხვიტარიძე დაზარალებულად ცნო. თუმცა მოსამართლისთვის ეს არ გამხდარა იმის მიზეზი, რომ წინასხდომაზე ადვოკატის შუამდგომლობა დაეკმაყოფილებინა და წინასწარი პატიმრობის ნაცვლად სხვა ღონისძიებით შეეცვალა. დაკავებულს პოლიციელის ჯანმრთელობის დაზიანებას ედავებიან, როცა ის უფლებამოსილებას ახორციელებდა. თუმცა სულ სხვა რამეს ამბობს კადრები, რომელიც ადვოკატმა საქმეს მტკიცებულებად დაურთო. სხვა მოცემულობაზე საუბრობენ მოწმეები, რომლებიც დაცვის მხარეს საქმეში ჰყავს გამოკითხული. არც მიან ქალთარაძეს, არც სხვა შეგრებულ პირებს არ განუცხადებია, რომ პოლიციის თანამშრომლები უფრო მეტიც ვიდეოზე თქვენ განამტკიცებით ნახავთ, როდესაც მის გამოკვლევას დავიწყებთ, რომ ისინი ჩაცმულები არიან და იქცევიან, როგორც ეგრეთ წოდებული წინადღეებში არსებობენ მოძალადეები, რომლებიც ესხმიან მშვიდობიან მოქალაქეებს თავს და მათ შორის დასმულ შეკითხვაზე თავად ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ ვიდეოშიც კი დასმულ შეკითხვაზე თუ ვინ არიან ისინი და სწორედ ამიტომ ხდიან ეგრეთ წოდებულ კაპიშონს, რომ გაიგონ ვინ არიან ისინი არ პასუხობენ მათ წარმომავლობას, მათ დინაობას და მათ ფუნქციებს, რა სახელმწიფო მიზნების თვალსაზრისით. ადვოკატმა დღეს ბრალდების მხარესაც მიმართა, რომ გამოძიებაში მოპოვებული მტკიცებულებების უდაოდ გახდის შემთხვევაში ბრალდების მოწმე პოლიციელებს აღარ გამოკითხავდა, რადგან ეს მტკიცებულებები ადასტურებდა, რომ მოწმე პოლიციელების ჩვენებები ცრუ და ყალბია. ცხადია, ამას ბრალდება არ დათანხმებულა. რაც შეეხება სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, რომელმაც მოძალადე შენიღბული პოლიციელების ვინაობა უნდა დაადგინოს, როცა ხვიტარიძე უკვე დაზარალებულად ყავთ ცნობილი, ორი თვეა გამოძიების შედეგებს არ საუბრობს. ადვოკატი ვარაუდობს, რომ პოლიციის სამმართველოს კამერების ვიდეო ჩანაწერები უკვე აღარ არსებობს, თუმცა არაადამიანური მოპყრობის მტკიცებულებად ბრალდებულის ჩვენება და ის ფაქტიც საკმარისია, რომ ხვიტარიძეს დაკავების დროს ფიზიკური დაზიანებები არ ჰქონდა. რაც შეეხება იზოლატორის კამერებს, ჩვენ ამის ამოღების უფლება არ გვაქვს დაცვის მხარეს, ვინაიდან იქ მხარეს არ წარმოადგენთ, ამაზე უნდა იზრუნოს სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა. მე მაქვს ინფორმაცია, რომ ეს ვიდეო ჩანაწერები უკვე აღარ არსებობს, არც მაშინ არ არსებობდა და არც ერთხელ არ ყოფილა შემთხვევა, რომ ძალადობის კადრები პოლიციის შენობაში პოლიციის ვიდეო კამერას გადაეღოს. დღეს საქალაქო სასამართლოში საბას ხვიტარიძის გარდა კიდევ ორი რეჟიმის პატიმრის საქმე განიხილებოდა. ბრალდებულების ოჯახის წევრებთან ერთად პროცესებს სოლიდარობისა და პროტესტის ნიშნად რეჟიმის სხვა პატიმრების ოჯახის წევრებიც ესწრებოდნენ. ცხადია, არავის აქვს მოლოდინი, რომ სასამართლო მტკიცებულებების არ ქონის მიუხედავად სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს იმ პირების მიმართ, ვისაც არალეგიტიმური ხელისუფლება მხოლოდ პროტესტში მონაწილეობის გამო უსამართლოდ ატყვევებს. იმედი არაფრის არა მაქვს, სიმართლე რო გითხრათ, იმიტომ რომ აქ ერთი კაცის ბრძანებით დადის ეს სასამართლოც ყველა კანონდამრღვევები არიან ისინი და არა კანონის დამცველები. დადიან ერთი კაცის ბრძანებით. სასამართლო არის ისევ და ისევ ცირკი და ესენი არიან თავიანთი მსახიობები უბრალოდ. ანუ ამათ მართლა არ აქვთ არანაირი მორალი და თემინდა ალბათ არ ვიცი არ მონაწილეობს ამ ყველაფერში. ეს არის უსამართლო სასამართლო და ყოველთვის ესე იქნება, სანამ ეს ხელისუფლება იქნება ჩვენს ქვეყანაში.
საბას ხვიტარიძის პროცესს ესწრებოდნენ პოლიტიკოსებიც, რომლებიც იმ რეპრესიებისა და სისასტიკის შესახებ საუბრობენ, რასაც რეჟიმი ძალაუფლების შესანარჩუნებლად მოქალაქეების წინააღმდეგ იყენებს. უკანონო გადაწყვეტილებებით მრავალწლიანი პატიმრობებით ემუქრება ყველას, ვინც მის რეპრესიულ პოლიტიკას არ ემორჩილება. ცხადია იმიტომ, რომ პროტესტში ჩართული მოქალაქეები გააჩუმოს და შეაშინოს. სრული სიყალბე, სასაცილო, არაპროფესიონალიზმი და არაკეთილსინდისერება და ვიხილეთ საბას წარმომადგენლის ადვოკატის შეფასება იმასთან დაკავშირებით თუ რა მოხდა და ასევე ის გაუგონარი ამბავი, რაც მოხდა საბას ხვიტარიძის წამების და არაადამიანური მოპყრობის ნაწილში. ყველა დაიჯებით ამ არაკაცობისთვის, რაც ეხა მოვისმინეთ ყველამ. ძალიან ცალსახა არის, რომ დღეს არანაირი არც ერთი სამართალდამცავი ორგანო არ დაწყებული შიშისგან დამთავრებული სასამართლო სისტემით. ესენი არიან უბრალოდ რეჟიმის საყრდენები. ამათ აღარაფერი აღარ აქვს საერთო სამართალთან, სამართლიანობასთან და რეჟიმი ამათი წყალობით, აი ამ კორუმპირებული დამნაშავე მოსამართლეების წყალობით დღემდე ინარჩუნებს თავის საყრდენებს. რეალურად ესენი არიან ივანიშვილის მარიონეტები და ივანიშვილი იყენებს მათ თავისი პატრიოტი მოქალაქეების დასასჯელად. საბას ხვიტარიძის საქმეზე დღეს მხარეებმა შესავალი სიტყვა წარმოთქვეს. დაცვის მხარემ იმ მტკიცებულებებზე მხოლოდ ზოგადად ისაუბრა, რაც ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებისას მოიპოვა და საქმეს აქვს დართული. მოსამართლემ პროცესი 20 თებერვალს ჩანიშნა. როგორც თავის რეპლიკისას აღნიშნა, ადვოკატს შთამბეჭდავად აქვს საქმეზე ნამუშევარი და ამ მასალებს უნდა გაეცნოს.